მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო, როგორ ხართ? დავიწყოთ ახალი ვლოგის გადაღება. Once ფელაბუის უკეთებს დეიტას. ყოფნა რა კარგია. საჭმლის გაკეთება მაინც არ გიწევს. ეხლა აღდგომისთვის ხო დაითხოვენ კიდე 1-4 დღე. ნია ხალტურე ბარე მე კვირა აღარც ითვლება ხოლმე. ხო კარგს ვეუბნები, ანუ იმეთი კარგი რა გუთხრა. ეს წამწამები რაღაცა მომწონს. ოჰო. თან და კარგად მიწევს ისინი კი არ არის. ანუ დასაკრავი წამწამებია. მე ჩემი ვერ ვიმაგრებ და მიმაგრეს სალონში, მაგრამ ისე კარგად მიძლევს, ეს ადრეც მქონდა გაკეთებული, 1-2 გავიკეთე. მე 2 კვირა მაინც, 10 დღე სუფთად. შეიძლება 2 კვირაც მაქვს ხოლმე რა. ხო და ერთხელ გავიკეთა, მესამე დრო გამიკეთა დიდები უფრო და ძალიან დიდები იყო. აი მართლა ესე თვალს რო ვახელდი რაღაცა იგით ჭრდილებს ვხედავდი გებიწები. ვერაფრით ვერ ვიგუე და მე თვითონ დავიხსენი მეორე არა და მესამე დღეს. ისე რომ ეს ყველაზე პატარებია, მე მგონი არ ვიცი და მომწონს რაღაცნაირად. წავედი ახლა მე გამოვართვა ეს ხის ჯოხი და ვაბზრიალო ეს მირჩევნია, იმიტომ რომ ჯანი ახლა დეიდას უფრო აქვს რა. ჟდები ფელამოშზე და ფელამოშში ზოგს ხო უყვარს ცხელი. მე მიყვარს, ნუ ცხელიც მიყვარს, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. მაგრამ აი რო გაცივდება და ვიჭრება, ვაიმე ვგიშდები. ისე 150-ს კი ავწდით ამასობაში, ამ ხუმრობაში. მგონი 160-საც ავწდით. მიხარია. ძალიან მიხარია, ნახვებმაც მოიმატა. ესე ძალიან მიხარია. ესე ძაღლში დაბრუნების პირველი კადრი და ჩემი ბუბუკას შემოფეთება და შემოგებება. ჩემი გოგო ცოტა მოწყენილი იყო. ირბიდა იხტუნავა ბედნიერებისგან აღარ იცოდა რა ექნა, ცოტა ხანს ვეთამაშეთ. მეც და ბავშვებიც და უკვე დავიწყე სახლის მოწესრიგება. პირველ რიგში ყოველთვის პირჩევნია რომ სახლი მოვაწესრიგო ხოლმე, რადგან არეულ სახლში არ შემიძლია არც საჭმლის შეჭმა, არც ყავის დალევა, არც დასვენება, ანუ ზედმეტია საერთოდ რომ ჩამოვჭდე. ამიტომ პირდაპირ შევუდექი საქმეს. რაც შეეხება ჩვენი განტვირთვის დღეებს, სულ 3 დღით ვიყავით სახლიდან წასულები და მართლა რაღაცნაირად დავისვენე და კარგად დარესტარტებული ვარ. მარტო ეს ჩამოუყრია ყურები. როგორ გეშინსახე? ბუბჭიკაც გაიპრანჭება დღეს, აბალა. იბანავებს გაიკრიწება და ივარცხნის ვაი. ეს ახლა კუდივით უნდა მდიოს. მათეცმა. წავედით. არეცხი იქნება უამრავი. ახლა არის 5:30 და ალბათ 12 საათამდე იგრიალებს მანქანა. დავიწყე ამოლაგება ტანსაცმლის, რაც გასარეცხი იყო სარეცხში შევყარე, არაც არ იყო გასარეცხი, დავკეცე და შევალაგე და ვაბრუნე თავის ადგილებზე. რადგან ეს დღეები კარგად ვათრიეთ გიორგის ჩანთაც ვივაყოლე ბარემს სარეცხს და გავუწკრიალე სკოლისთვის. მე მინდა რომ ეს პალტოს ავრეცხო. და უკვე ერთი სული მოქვს, როდის გადავინახავ ამ ზამთრის ტანსაცმელს. არის შაბათი. დღეს უნდა გავიგიჟო თავი, აი წვრილმანი მსხვილმანი ყველაფერი გავაკეთო რომ ხვალ. დასვენებისა და ყავის ტრუპის მეტი არაფერი არ გავაკეთე. არ უნდა წახვიდე და როგორ კარგადაც არ უნდა იყოს შენ სახლში, მაინც სულ სხვანაირად ისვენებ ადამიანს. ზოგადად ასეთი ჩვევა მაქვს 2 დღის შეცვლილი თეთრეულით რომ მქონდეს, თუ სადმე წავედი. ჩემი მეუღლის სახლში ყოფნა პრინციპში არც ითვლება ხოლმე, იმითენად მინიმალურ დროს ატარებს და მცირე საათი სახლში და ღამეც, მაგრამ მაინც არა ყველა ვარიანტი უნდა შევცვალო თეთრეული.
ბოლოს უკვე ტვერსასრუტის შემოტარება აუცილებელი რიტუალია და იატაკი მოსაწმენდად მზად არის. პრინციპში ერთი ოთახი უკვე გამოიხურა. ესე. თავარი წესები. საწოლი უნდა იყოს ალაგებული, ფარდა არ უნდა იყოს აჩეჩილი, სარკები არ უნდა იყოს ჭუჭყიანი, ნათითურები არ უნდა ეტყობოდეს, არადასრულეთყობა, ნიჟარები უნდა იყოს და სამზარეულოში ჭურჭელი არ უნდა იყოს. სხვა დანარჩენს ვფიქრობ, რომ ყველაფერი აიტანს. ხო, აი ეგენი პირდაპირ ტვინში მირტყამს. ზოგადად არეულობა მირტყამს ტვინში, მაგრამ თავისთავად ახლა რო ბალაგებს იგი ვირებით, ხო? ჩვეულებრივი მოკვდავებით ჩვენც ვირებით დღეში 9 ჯერ. ხან ისე იმ მომენტში კარი რო ვიღაცამ შემომიღოს, შეიძლება ეს იქნას. არეულობასა და სიბინძურას შორის ძალიან დიდი სხვაობაა. თავი არ გქონდეს სიბინძურას. სულ დალაგებული და დაწკრიალებული მტერიც ნუ ყოფილა. უნდა ავირიოთ, აბა რა. მისაღებში დივანი მაქვს, ეს დივანი მაქვს კარგად გასახეხი, ხელთათ მას გამოვიყენებ და საპონს ცოტა ლამისველდება, მაგრამ თან გამათბობელიც რომ არის ჩართული უცბად, ისედაც ძალიან ცხელა ჩვენთან თბილა, უცებ გაშლება, ისე რომ არ არის პრობლემა, ეხლა 1-2 საათი ბავშვები ოთახში იქნებიან, დიდი ამბავი. ბარი ყვავილებს უნდა შევუცვალო წყალი. ეგ არის. ეს აკრილის ზედაპირების საწმენდია, წესით, მაგრამ მე ყველაფერს ვწმენდი.
სანამ ბავშვებს დასაბანად შევუშვებდი, პარემ აბაზანაც მოვაწესრიგე და ეს საქმეც მოვამთავრე. სარეცხი არც ისე ბევრი მქონდა, მაგრამ საშრობს მიაქვს ძალიან დიდი დრო. ხან არ არის ხოლმე საკმარისი 1 საათი შრობა, რეცხვა და პლუს შრობა, ამიტომ დამატება მიწევს ხოლმე სადღაც 9 საათის და საბოლოო ჯამში გამოდის, რომ 2 საათნახევარი მაინც სჭირდება ერთხელ ტანსაცმელს, რომ გაირეცხოს და გაშრეს, ამიტომ საკმაოდ დიდი დრო მიაქვს და ხვალისთვისაც შემომრჩა. აქ უკვე მოვრჩი ოთახების მოწესრიგებას, ძირითად საქმეს ყველგან სიმშვიდეა, სიწყნარია, სისუფთავეა, წესრიგია და ბოლოსთვის შემოვიტოვე როგორც ყოველთვის სამზარეულო. სამზარეულოშიც ჭურჭელი იყო გასარეცხი და ზედაპირებსაც შემოვურბინე. ჭურჭელი არც იმდენი იყო, უბრალოდ ცუდად ქონდა ჩაყრილი და ჩანდა ბევრი, ისე რომ აქაც ძალიან სწრაფად მოვამთავრე საქმე, 9 საათიც არ დამჭირდა. ყვავილებიც დამეხრჩნენ უწყლოდ და დავალევინე წყალი. წინაზე გადავრგე ერთ-ერთი ბალბა, ამოვიღე ერთი ქოთნიდან და გადავიტანე სხვა ქოთანში, არა და ყვავილი აქვს გამოტანილი და მეგონა რომ ისე ჩამოყარა ის დღეები, ყურები, რომ მეგონა რომ საერთოდ გავაფუჭე, მაგრამ არა, მშვენივრად გამოიყურება. მოცოცხლებულია და რაღაცა აუწევია თავი ფოთლებსაც, გამიხარდა სხვათა შორის რომ დავინახე. არ ვიცი თქვენ როგორ ხართ, მაგრამ მე ძალიან მსიამოვნებს ჭურჭლის რეცხვა. სხვათა შორის ვიცი, რომ ძალიან ბევრ ადამიანს არ უყვარს ეს საქმე და ეს პროცესი არ მოსწონს, მაგრამ მე რაღაცნაირად მომშვიდებს თითქოს. აქ ერთ-ერთი ტაფა მიუხროკია ჩემ მეუღლეს, ამიტომ ცალკე გადავდე და მე გავაცხელე, რომ ხალასით მომეშორებინა ეს ზედმეტი ცხიმები. კარგად მოაჩურა, კარგად გავასუფთავე, თუმცა პირველ ჯერზე არ იყო. და მეორედაც გავაცხელეთ, გავახურე და კიდევ თავიდან გავხეხე, უკვე მე მომეწონა შედეგი. რეცხვის ბოლოს, რა თქმა უნდა, ზედაპირების შემორბენა, ეგ ჩვეულებრივი დაუწერელი კანონია, გაზქურის გაწმენდა ჩვეულებრივად ესეც დაუწერელი კანონია. გავედი ბოლოში და აი ესაც შედეგი. მოდი გამოვიყენებ რა ამ სიტყვას. არავინ მითხრას, რომ სუფთა და მოწესრიგებულ სახლზე დიდი кайფი არსებობს. ჩემი ფუმფულა როგორი გაღონღულებულია, ჯერ ვერ გაშრა, კარგად კიდევ. მე ჩაის დრო მოვიდა. ყავის დრო აღარც არის. ხა გემრიელ ჩაის მევირთმევ. რაღაც ამ ბოლოს მივეჩვიე თითქოს. სიამოვნებს. ან ჩაი მაქვს გემრიელი. ესეც ასე. მადლობა ვინც ბოლომდე უყურეთ ვიდეოს და ჩემთან ერთად გაატარეთ ეს დღე დროებით.